დღევანდელი გაკვეთილის თემა არის მრავალწევრის დაშლა მამრავლებად. აქ რამოდენიმე ხერხს ვიყენებთ. პირველი ხერხი ეს არის საერთო მამრავლის ფრჩხილებს გარეთ გატანა. ამ ხერხს ჯერ კიდევ მეხუთე კლასში ვსწავლობთ, ვიდეო მაქვს ჩაწერილი საკმაოდ ვრცლად, ახსნილი მაქვს, ბევრი მაგალითი მაქვს ბოტანილი, შეგიძლიათ გადახედოთ. ეხლა დავწეროთ. ასეთი მაგალითი განვიხილოთ. დამატებული 21y. საერთო მამრავლი უნდა გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. 14 ეს არის 2 გამრავლებული 7-ზე, 21 ეს არის 3 გამრავლებული 7-ზე. მარსადამე საერთო მამრავლი რა არის? 7-იანი. 14x გავყოთ 7-ზე, რა დაგვრჩება? 2x და 21y გავყოთ 7-ზე, კი დაგვრჩება 3y. თუ ფრჩხილებს გახსნით და წევრობრივ გაამრავლებთ, ნახავთ, რომ საწყის გამოსახულებას მიიღებთ. ეხლა მე ამას ძალიან დაწვრილებით ავხსნი, იმიტომ რომ მეხუთე კლასის ვიდეოშიდაც მაქვს ახსნილი და წინა სემესტრში საკმაოდ გავიარეთ ეს მასალა და უკვე ძალიან კარგად უნდა იცოდეთ მინუსიც, პლუსიც, ფრჩხილებს გარეთ მინუსის გატანაც და საერთო მამრავლის გვაქვს ფრჩხილებს გარეთ გატანილი და უბრალოდ ვაერთიანებთ რამოდენიმე თემას ამ გაკვეთილში. ეხლა შემდეგი მაგალითი ასეთია. 4x გამოკლებული 12x კვადრატი. აქ საერთო რა იქნება? რა თქმა უნდა 4x. ფრჩხილებში რა დაგვრჩება? 1 გამოკლებული, რატომ 1? ხშირად ვერგებულობენ, რატომ უნდა დაწერონ აქ ერთიანი, ან საერთოდ ავიწყდებათ. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ფრჩხილებს გარეთ გაგვაქვს საერთო მამრავლი 4x. ანუ 4x რომ გავყოთ 4x-ზე, რის ტოლია, რა თქმა უნდა 1-ის. ეს ისეა, როგორც მაგალითად 5 გავყოთ 5-ზე, 1-ია, ხომ? 3 გავყოთ 3-ზე, 1-ია. 2a გავყოთ 2a-ზე, 1-ია. აქაც 4x გავყოთ 4x-ზე, ანუ გამოსახულება გავყოთ საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა 1-ის ტოლია, გამოკლებული. 12x კვადრატი გავყოთ 4x-ზე. რის ტოლი იქნება 12 გაყოფილი 4-ზე, ეს არის 3 და x კვადრატი x-ზე რო გავყოთ, აქ გვექნება x-ი. აი აქ ფრჩხილებს გარეთ გატანის დროს ძირითადად ვსარგებლობთ რა? აი ამ ფორმულით, ახარისხების ამ ფორმულით. ახარისხად m გაყოფილი ახარისხად n-ზე. ეს არის ახარისხად m-ს გამოკლებული n. აი ეს უნდა გახსოვდეს ძალიან კარგად და აი ამას ვიყენებ. 12x კვადრატი გაყოფილი 4x-ზე. ეს რა იქნება? 12x კვადრატი, ანუ x მეორე ხარისხს გამოკლებული x ერთ ხარისხში და დაგვრჩა აგერ ბატონო x-ი. ეხლა შემდეგი მაგალითი. m მეოთხე ხარისხს გამოკლებული m კვადრატი. აქ საერთო იქნება, რა თქმა უნდა, m კვადრატში და ფრჩხილებში რა დაგვრჩება? 4-ს გამოკლებული 2, ისევ იქნება, რა თქმა უნდა, 2 ანუ m კვადრატში დაგვრჩება და გამოკლებული m კვადრატი გაყოფილი m კვადრატზე, რა თქმა უნდა, 1-ის ტოლია. ახლა ასეთი მაგალითი განვიხილოთ. 3a კუბს გამოკლებული 15a კვადრატ b და დამატებული 5ab კვადრატი. შეხედეთ ახლა, რა თქმა უნდა, საერთო არის a. კოეფიციენტი არანაირი. გავიტანოთ a ფრჩხილებს გარეთ. აქ რა დაგვრჩება? 3a კუბი გაყოფილი a-ზე, აქ დაგვრჩება 3a კვადრატი, 3-ს რო 1 გამოვაკდება, დაგვრჩება a მეორე ხარისხში, გამოკლებული 15. a კვადრატი გაყოფილი a-ზე რო ვიცით, ეს არის a და b უცვლელად გადავა და 15 უკაცრავად და დამატებული 5ab კვადრატი გაყოფილი a-ზე, რას გვაძლევს? 5b კვადრატს. აგერ ბატონო. და ეხლა ერთი მაგალითიც კიდე მინუს ნიშნი დავწეროთ, რადგან ესეც ხშირად აქ შეცდომებია ხოლმე და განვიხილოთ ასეთი მაგალითი 6am კვადრატს დამატებული 9m კუბი და დამატებული 12m მეოთხე ხარისხში. 6, 9 და 12-ის საერთოდ მამრავლი რა იქნება? რა თქმა უნდა 3 მინუს ნიშნით გაგვაქვს ფრჩხილებს გარეთ, ეს იქნება 3 და ასოვითი გამოსახულება რომელი გავა? რა თქმა უნდა m კვადრატი. ეხლა ფრჩხილებში რა დაგვრჩება? -6 am კვადრატი გაყოფილი -3m კვადრატზე, რას გვაძლევს? 2a გამოკლებული
+9m კუბი იყოფა -3 კვადრატზე. რა თქმა უნდა, პლუსი მინუსზე გაყოფილი გვაძლევს მინუს და აქ რა დაგვრჩება 3m და აქაც რა თქმა უნდა ისევ მინუსი გვექნება. +12 გაყოფილი -3-ზე გვაძლევს -4-ს და m4 გაყოფილი m კვადრატზე ეს როგორც ვიცით m კვადრატის ტოლია. ეს იყო პირველი ხერხი. ახლა გავასუფთავებ დაფას და მეორე ხერხი განვიხილოთ. ეს არის დაჯგუფების ხერხი. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. mx დამატებული my დამატებული 6x დამატებული 6y. აი წყვილად დავაჯგუფოთ. აქ რა არის საერთო? m. აქ რა არის საერთო? 6. გავიტანოთ პირველი ორი წევრიდან m ფრჩხილებს გარეთ. ფრჩხილებში რა დაგვრჩება? x + y. აქ რა ვქნათ? გავიტანოთ 6. ფრჩხილებში რა დაგვრჩება? აქაც x + y. აი შეხედეთ უკვე საერთო, აი ფრჩხილებში რაც არის ეს წევრია. და გავიტანოთ ფრჩხილებში მყოფი გამოსახულება ფრჩხილებს გარეთ და ფრჩხილებში დაგვრჩება m + 6. ანუ ფრჩხილებს გარეთ რო გაგვაქვს x + y, რა ხდება რეალურად? როგორ გავიგოთ რა დაგვრჩება, ხო? ამისათვის m ჯერ x + y უნდა გავუყოთ x + y-ზე. x + y, x + y-თან შეეკვეცება და დაგვრჩება m. გასაგებია, ხო? ანალოგიურად 6 ჯერ x + y-ს რო გავუყობთ x + y-ზე, ესენი შეეკვეცებიან x + y-ები და დაგვრჩება 6. გასაგებია რა ეს მაგალითი. ეხლა შემდეგ 2ax დამატებული 2ay დამატებული bx დამატებული by. საერთო აქ არის 2a, აქ კი არის b. გავიტანოთ 2a, ფრჩხილებში დაგვრჩება x + y, აქ გავიტანოთ b და ფრჩხილებში დაგვრჩება x + y. ეხლა კი უკვე x + y-ს რომ გავიტანთ ფრჩხილებს გარეთ, ფრჩხილებში დაგვრჩება 2a + b. მე ეხლა ამებს დაწვრილებით არ ვხსნი, იმიტომ რომ ეს უკვე ნასწავლი მასალაა. აქ უკვე შეჯამება ხდება, გამიგეთ? გასაგებია, ხო? ანუ ფრჩხილებს გარეთ აი ამ გამოსახულებიდან, აი აქედან ერთი წევრი, პირველი წევრი და მეორე წევრი გავიმეორებ. საერთო რა არის? x + y, ხომ ასეა? გავიტანეთ x + y. რა დაგვრჩება? რომ გავიგოთ რა დაგვრჩება, აი ერთხელ გაჩვენებთ კიდევ და ავხსნი. ორჯერ x x + y უნდა გავყოთ x + y-ზე. ხო ასეა? x + y გავაქვს ფრჩხილებს გარეთ. აბატონო, რა დაგვრჩა? 2a. ანალოგიურად იქნება მეორე შესაკრების შემთხვევაშიდაც x + y გაყოფილი x + y-ზე. შეიკვეცებიან რა დაგვრჩა, რა თქმა უნდა b. გასაგებია, ხო? ეს ყველაფერი. მოდით ახლა ამას წავშლი, საჭირო არ არის ეს აქ. ადგილს იკავებს, ისედაც დაფა არაა დიდი. და განვიხილოთ შემდეგი მაგალითები. მოცემული მაქვს, აი უყურეთ ახლა როგორი მაგალითია. ay-ს გამოკლებული by გამოკლებული a და დამატებული b. აი ეგ საერთო არის y. გავიტანეთ y ფრჩხილებს გარეთ. ფრჩხილებში დაგვრჩა a - b. ჩვენ გვჭირდება ისევ რა თქმა უნდა a - b, არა? იმიტომ რომ აი აქ სხვა უკვე აღარაფერი აღარ გვაქვს. აი ეს a - b და მოდით ახლა ეს მოვაქციოთ ფრჩხილებში. ფრჩხილებში რომ მოვაქცევთ, წინ მინუს ნიშანი გვაქვს. ამიტომ ფრჩხილებში დგომ წევრებს ნიშანი შეეცვლებათ. და რა დაგვიჯდება? a - b. ეხლა უკვე საერთო არის a - b და რომ გავიტანთ დაგვრჩება y-ს -1. აქ ერთიანი არ შეგეშალოთ. ეს a - b რო გადის ფრჩხილებს გარეთ, ეს ნიშნავს a - b იყოფა a - b-ზე.
ანუ გამოსახულება იყოფა საკუთარ თავზე და გვაძლევს 1-ს. და კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ 6ax გამოკლებული 21a დამატებული 35b გამოკლებული 10bx. ეს მაგალითი სპეციალურად ავიღე, რომ მინუს ნიშანმა არ დაგაბნიოთ და გახსოვდეთ კიდევ ეს. ეხლა აქ ასო რა არის საერთო? იქ a, აქ b. 6-ის და 21-დან რა გავა გარეთ? რა თქმა უნდა 3, ანუ საერთო მომრავლი იქნება 3a. ფრჩხილებში დაგვრჩება 6x გაყოფილი 3-აზე, ეს იქნება 2x გამოკლებული 21-ა გაყოფილი 3a-ზე, ეს იქნება 7. აქედან რა გავა ფრჩხილებს გარეთ საერთო? აქ გავა პლუს 5b. ხომ ასეა? აქ ფრჩხილებში დაგვრჩება 7 და აქ ექნება გამოკლებული 2x. აი ახლა დააკვირდით კარგად. 2x მინუს 7 და 7 მინუს 2x. აი ამ გამოსახულებებს აუცილებლად უნდა გქონდეთ ერთნაირი ნიშანი. გესმით ხო? ამისათვის რას ვაკეთებთ? აი აქედან გაგვაქვს მინუსი გარეთ. ფრჩხილებს გარეთ მინუს რომ გავიდათ, ფრჩხილებში მდგომ გამოსახულების ყველა წევრს ნიშანი შეეცვლება. ვიცით ეს კარგად, ხომ ასეა? არა და ეხლა ასეთნაირად გადავწეროთ. პირველი წევრი უცვლელი გადავა და გამოკლებული 5b და გვექნება 2x გამოკლებული 7. ეხლა აქ უკვე საერთო მომრავლი რომელია? 2x მინუს 7 და ფრჩხილებში დაგვრჩება 3a მინუს 5b. ეს მეორე ხერხიც განვიხილეთ. ეხლა მესამე ხერხზე გადავიდეთ, როდესაც შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენება ხდება. აქ გვექნება. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. აქ ვიყენებთ აი ამ ფორმულებს ძირითადად. a კვადრატს მინუს b კვადრატი. ანუ კვადრატების სხვაობა ტოლია ამ რიცხვების ჯამი გამრავლებული მათსავე სხვაობაზე. ორი რიცხვის კვადრატების სხვაობა ტოლია ამ რიცხვების ჯამი გამრავლებული მათსავე სხვაობაზე. აი ამ ფორმულით მუშაობთ მესამე ხერხში. ანუ მოცემული გვაქვს 25x კვადრატს გამოკლებული 59y კვადრატი. 25 ეს ვიცით რომ 5-ის კვადრატია, 59 7-ის და დავწეროთ. დამატებული 7y ეს ტოლია 5x გამოკლებული 7y. ან 0.36 მეასედი a კვადრატს გამოკლებული 0.91 მეასედი b კვადრატი. ეს იქნება 0.6 დამატებული 0.9 b და გამრავლებული მათსავე სხვაობაზე. გამოკლებული 0.9 b. ეხლა ცოტა უფრო რთულ მაგალითს განვიხილავ და ყურადღებით იყავით. ანუ 121 გამოკლებული 11 გამოკლებული 9x აყვანილი კვადრატში. 121 ვიცით რომ 11-ის კვადრატია. გადავიწეროთ ეს მაგალითი აი ასეთი სახით. 11 მინუს 9x აყვანილი კვადრატში. შეხედეთ საწყის ფორმულას, ანუ ჩვენ გამოსახულებაში ეს არის a და b წარმოდგენილია ფრჩხილებში მოცემული გამოსახულების სახით. ამიტომ ეს უკვე ასეთნაირად უნდა გადავწეროთ. a-ს დამატებული b, ანუ 11 დამატებული 11 გამოკლებული 9x გამრავლებული, ეხლა 100 გამოკლებული b, 11 გამოკლებული 11 ეს მინუსი ნიშანი შეუცვლის ფრჩხილებში გამოსახულებას ნიშანს ვიცით და ეს იქნება დამატებული 9x.
ესენი ერთმანეთს აბათილებენ და რა დაგვრჩება? 9x გამრავლებული 22-ს გამოკლებული 9x. ხომ ასეა არა? დააკვირდით, აი, როდესაც ასეთი სახის მაგალითი გექნებათ მოცემული, ჯერ ეს ერთი 121 უნდა ჩავწეროთ კვადრატის სახით, ეს არის 11-ის კვადრატი და ამის შემდეგ უკვე ყურადღებას რას ვაქცევთ? აი, ეს ბრჭყილებში მდგომი გამოსახულება, როგორც ხედავთ, არის მთლიანად b. გასაგებია, ხო? და ეხლა მეოთხე ხერხზე გადავიდეთ, ეს არის შერეული ხერხი. სადაც ყველაფერი ეხლა რაც გავაკეთეთ, ყველაფრის გამოყენება ხდება. რამოდენიმე ხერხის ერთდროულად. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. ესე იგი, x კვადრატს მინუს y კვადრატი მინუს x მინუს y. დავწეროთ ეს, ჩავწეროთ რა თქმა უნდა ფორმულა და დავშალოთ x პლუს y გამრავლებული x მინუს y-ზე. ეს გამოსახულება კი ბრჭყილებში მოვაქციოთ. წინ მინუსი დაუშვება და ბრჭყილებში მდგომ წევრებს ნიშანი შეეცვლებათ. საერთო მომრავლი უკვე ჩვენ განვიხილეთ და ვიცით ამ მაგალითებში არის x პლუს y. გავა ბრჭყილებს გარეთ და რა დაგვრჩება? x მინუს y მინუს 1. ხომ ასეა? ეხლა შემდეგი მაგალითი ასეთია. ab კვადრატს გამოკლებული a დამატებული b კუბს გამოკლებული b. კი ბატონო, აქ საერთო მომრავლი არის a, აქ კი არის b. აქედან გავიტანოთ a და დაგვრჩება b კვადრატს გამოკლებული 1, დამატებული აქედან გავიტანოთ b და დაგვრჩება b კვადრატს გამოკლებული 1. ანუ რა მივიღეთ? საერთო მომრავლია b კვადრატს გამოკლებული 1 და აქ დაგვრჩება a პლუს b. ეხლა ეს შემოკლებული გამრავლების ფორმულაა და დავშალოთ b პლუს 1 გამრავლებული b მინუს 1-ზე და გამრავლებული a პლუს b-ზე. და კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ და ამით დავამთავრებ x კუბს გამოკლებული 3y კვადრატი პლუს 3x კვადრატს გამოკლებული xy კვადრატი. კი ბატონო, ეხლა როგორ დავაჯგუფოთ, შეხედეთ? აი, ეს და ეს. აქედან გავიტანოთ x კვადრატი და ბრჭყილებში დაგვრჩება x დამატებული 3x და აქედან გავიტანოთ y კვადრატი მინუს y კვადრატი და ბრჭყილებში დაგვრჩება 3-ს დამატებული x. საერთო მომრავლი რა არის? რა თქმა უნდა, x დამატებული 3. აქ შემეშალა x დამატებული 3, აქ x-ი არ უნდა უკაცრავად. x დამატებული 3. x დამატებული 3 არის საერთო მომრავლი. გავიტანოთ ბრჭყილებს გარეთ და დაგვრჩება x კვადრატს გამოკლებული y კვადრატი. ეს შემოკლებული გამრავლების ფორმულაა, ამიტომ უნდა დავშალოთ, რადგან მარტივ მომრავლებად ვშლით გამოსახულებას და გვექნება x პლუს y გამრავლებული x მინუს y-ზე. აი ეს თემა, რისი ახსნაც მინდოდა და რაზედაც საჭირო იყო საუბარი. მომავალ შეხვედრამდე.